საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მამუკა მდინარაძე ეხმიანება ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც ტრამპის მიერ ჯიმ რიშის მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას მოჰყვა. მამუკა მდინარაძე წერს, რომ ჯიმ რიში ყოველთვის გამოირჩეოდა Deep State-ის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით, შესაბამისად მხოლოდ ორი დაშვება არსებობს. ან სენატორი თავისავე პოლიტიკურ წარსულს გაემიჯნება, ან გამართლდება ეჭვი, რომ Deep State-ი პოზიციებს კვლავ ინარჩუნებს. გუშინდელი ნაცური აღდგენების მთავარი საფუძველი ტრამპის მიერ აიდაჰოს შტატის არჩევნებში რესპუბლიკელი ჯიმ რიშის მხარდამჭერი განცხადება გახდა. ბუნებრივია ტრამპი დემოკრატს არ დაუჭერდა მხარს, თუმცა ობიექტურობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სენატორი რიში სულ გამოირჩეოდა Deep State-ის აგენტურის განსაკუთრებული მხარდაჭერით და თავად Deep State-ის ეგრეთ წოდებული ნარატივის გახმოვანებით. შესაბამისად, სამომავლო დაშვება მხოლოდ ორი შეიძლება იყოს. ან ჯიმ რიში მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, სხვათა შორის ტრამპის პრეზიდენტების შემდეგ ნამდვილად იკავებს თავს ჩვენზე თავდასხმებისგან, ან გამყარდება სამწუხარო ეჭვი, რომ Deep State-ი კვლავ ინარჩუნებს თავის პოზიციებს. საქართველოს და ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი იარაღის სიმართლეა, რომელზეც ყოველთვის საქმის კურსში უნდა ვიყოთ.